მინდა გაჩვენოთ ორი გამორჩეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ დღეს აქ მოვიტანე. ერთს ეწოდება ხელოვნების სასახლე, მეორე კი დიმიტრი თავაძის ცნობილი თეატრალური მხატვრის შემოქმედებას ეკუთვნის. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პირველად გამოიცა ფართო მასშტაბიანი და მთლიანად ხელოვნების სასახლის კოლექციების სრულად მომცველი კატალოგი, რომელიც გვიყვება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიძველეთ საცავის ისტორიას. ამავე კატალოგის გამოცემას მიეძღვნა საგანგებო გამოფენა, რომელსაც სახელად ჰქვია თანამედროვე, უпростоად ახალი და უახლესი ქართული მხატვრობა. და რაც ყველაზე მთავარია, ამ გამოფენაზე საახალწლო თემატიკაცაა წარმოდგენილი, სწორედ ამიტომაც ახლა საგანგებოდ ექსკლუზიურად ხელოვნების სასახლიდან ჩვენ ქეთევან ბუდაღაშვილი გვიერთდება, რომელზეც ვხუმრობთ კიდევაც, რომ იგი ლამის ჩვენ საშტატო თანამშრომლად იქცა. ქეთევან, მოგესალმებით და ვიცი, რომ ძალიან საინტერესო თემებით ახარ წარმოდგენილი. როგორც ყოველთვის მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ძალიან მომწონს ეგ ხუმრობა, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხელოვნების სასახლეში სტუმრობა, აქედან ყოველთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ცოდნით და სულ სხვანაირი ემოციებით დატვირთული მივდივარ და მარტო არ ვარ, რა თქმა უნდა, მე და მაკნატონა მოგესალმებით, რომელიც ხელოვნების ნიმუშია და რომლის შესახებაც სულ ცოტა ხანში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. იქამდე მაყურებელს ვამოგზაურებ დროში, სად შეიძლება დროში იმოგზაურო უკეთესად თუ არა ხელოვნების სასახლეში და აქ გავიგებთ ჩვენ როგორი იყო ახალი წლის მილოცვის ტრადიცია ძველად საქართველოში და ამ ყველაფერში ვინ გვამოგზაურებს უკეთესად თუ არა ჩვენი ძალიან საყვარელი რესპონდენტი თამარ მაისურაძე, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდის მცველი. თამარ, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ ტრადიციულად და ვიცი რომ ხელოვნების სასახლეში ინახება ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია საახალწლო ღია ბარათების, ხო? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ხელოვნების სასახლეში, ხელნაწერთა საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია უნიკალური ღია ბარათების კოლექცია. მათ შორის ახალი წლის მისაუცები, რომლებიც როგორც ისტორიულად, ასევე ძალიან სილამაზი და მხატვრულად გაფორმებულებია, ნებისმიერი შეიძლება ითქვას. საინტერესო რომელია ყველაზე ძველი და რომელი წლით თარიღდება? კი ბატონო, აი ეს გახლავთ ყველაზე ძველი, ეს გახლავთ 1902 წლის ქართველ მომღერალთა გუნდის მოწოდება საზოგადოებისადმი. წაგიკითხავთ. რა თქმა უნდა. 1902 წელი ქართულს გუნდს ქულაჯებში ბატონ ნიკოლოზ ჩაგუნავას ლოტბარობით აქვს პატივი მოგილოცოთ ბრწყინვალე დღესასწაული, შობა ქრისტესი და მომავალი ახალი წელი. და ვინ არიან მე მონაწილენი? რა თქმა უნდა, ფილიმონ ქორიძე, კავსაძეები და ია კარგარეთელი. სწორედ აი ეს ღია ბარათი ია კარგარეთელის არქივშია დაცული. შობა ქრისტესი 1902 წელი. თამარ, საინტერესოა ღია ბარათები როგორ იგზავნებოდა მაშინ და აი რა პერიოდი სჭირდებოდა, რა დრო სჭირდებოდა ადრესატამდე მისვლას? საერთოდ წერილს როგორც ასეთი მარკას, თავისი კონვერტი სჭირდებოდა და თავისებურად დაახლოებით ერთი კვირა მაინც სჭირდებოდა. აი ღია ბარათი შედარებით უფრო ცოტა. ამიტომ თუ უნდათ რომ ადრესატი გაეხარებინათ იმაზე ადრე, ან პირველები ყოფილიყვნენ და მიელოცათ ახალი წელი, რა თქმა უნდა ღია ბარათს ირჩევდნენ, იმიტომ რომ მოკლე ხანში გაეხარებინათ ესე თუ ის ადრესატი მათთვის არჩეული. აქ ხედავთ მე მგონი ლადო გუდიაშვილის მისალოც ღია ბარათსაც, ხო? დიახ. ეს გახლავთ ლადო და ნინო გუდიაშვილების მისალოც ღია ბარათი ვის უგზავნიან? დათა და ცაცა ჯავრიშვილებისადმი. ქორეოგრაფს, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთ ფუძემდებლს. დიახ, ზუსტად, რა ძვირფასი არის, როცა ესეთი ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ესე ახალ წელს ულოცავთ. და ჩვენ რომ გვაქვს შესაძლებლობა რომ ხელოვნების სასახლეში მოვბრძანდეთ და წავიკითხოთ და ჩვენს მაყურებელსაც გავაცნოთ. აბა რას წერდა ლადო გუდიაშვილი? კი ბატონო, ახლა წაგიკითხავთ. ძვირფასო ქალბატონო ცაცა და ბატონო დათა. გილოცავთ ბედნიერ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სავსე ცხოვრებას. შემოქმედებაში დიდ წარმატებას, თქვენი კარგი ოჯახით და შვილით. დიდის მოწიწებით და პატივისცემით კოცნით ნინო ლადო გუდიაშვილი. და სიმბოლურად თარიღიც მინდა ამოვიკითხოთ. 1964 წელი 26 დეკემბერი. 26 დეკემბერი. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აი მისალოცი ბარათები, რომელსაც ახლა ვხედავთ ჩვენთან, რომელიც გაფორმებულია ყვავილებით და მართლაც უნიკალური ისტორია აქვს. მართლაც უნიკალური ისტორია აქვს, იმიტომ რომ ეს ღია ბარათები ეკუთვნის მებაღე მეყვავილე მიხეილ მამულაშვილს. მას ტფილისში უწოდებდნენ როგორც მცხეთელ მინდიას, რადგან ყვავილების მაღაზია ჰქონდა ქარვასლაში და
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ზამთარშიც კიო, იმდენად ლამაზი ვიტრინა ქონდა და ისე ლამაზად ქონდა გაფორმებული, რომ არ არსებობდა თბილისში ვინმეს გაევლო, არ გაჩერებული იყო და კარგი ხანი არ დამტკბარიყო ამ სილამაზით, და წერს თავის მოგონებებში ირაკლი ქავთარაძე. თან როგორც წავიკითხე, თამარ 20 წლის ასაკში გაუხსნია ეს მაღაზია და მცხეთაში საკუთარ ბაღში მოყვანილი ყვავილებით აკეთებდა გვირგვინებს და კალათებს. ესენიც ნებისმიერი ღია ბარათი, ეს კი ანა ვარდიაშვილისადმია მიძღვნილი და ულოცავს ახალწელს, მაგრამ ნებისმიერი ღია ბარათი არის მისივე ხელით გაფორმებული მისავე ბაღში მოწყვეტილი ყვავილებით. შეგვიძლია რომ კი ბატონო, და მაღაზია იყო თან საინტერესო იმ მხრივ, რომ ერქვა სოლეიდორი, რასაც ფრანგულად ქართულად ნიშნავს ოქროს მზე. ყოველთვის სითბო იყო, ყოველთვის შესანიშნავი გარემო, ეს ხდებოდა რა თქმა უნდა ზამთარში და იქ იყვნენ თავს ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ გალაქტიონი, პაოლო იაშვილი, გრიშაშვილი და ერთ-ერთ უფრო საინტერესო იყო ზამთრის იქ გატარებაო. სიამოვნებით ვიმოგზაურებდით ამ მაღაზიაშიც. ეხლა ალბათ და ერთი მისალოთი ბარათი რომ ამოვიკითხო თუ შეიძლება, საყვარელო ანა, გილოცავთ ახალ წელს. გიცოცხლოს ეგ შენი ერთ-ერთი გოგონა და დამაინტერესა, ხომ არ ვიცით ვინ არის ეს გოგონა, რომელსაც წერილში ახსენებს. დიახ, გოგონა. გოგონა არ მისი ქალიშვილი, იგივე ქეთო ვარდიაშვილი, რომელიც ჩვენ დაწესებულებაში მუშაობდა ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდის წევრი იყო, ჩემი წინამორბედი ქალბატონი ქეთო, ყველასთვის საყვარელი პიროვნება. თამარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ როგორც ყოველთვის აი ასეთ საინტერესო ამბებს გვიყვები და მართლა გვამოგზაურე პირდაპირ მნიშვნელობით იმ დროში. მადლობა, კიდევ აუცილებლად გესტუმრებით ჩვენ და ახლა უნდა გადავინაცვლო იმ მაკნატუნასთან, საიდანაც დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი ჩართვა და გვერდდება ლალუ ხოსიტაშვილი, საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოგვიყვება აი მაკნატუნის შესახებ, რომელიც ვფიქრობ ძალიან განსხვავდება იმ თანამედროვე მაკნატუნობისგან, რომლებიც დღეს ჩვენ ნაძვის ხეს ამშვენებს ალბათ ძალიან ბევრ სახლში. მოგესალმებით, ჩვენი მაკნატუნა თოჯინების კოლექციასთან ერთად ინახება, საკმაოდ ძველია, დაახლოებით არის 100 წლის და არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ექსპონატი, რომელიც დამეთანხმებით ძალიან უხდება ახალ წელს. აი ამ მაკნატუნამ, ამ ექსპონატმა ჩვენ მოგცა შესაძლებლობა, რომ ბავშვებისთვის გაგვეკეთებინა საგანმანათლებლო პროგრამა და განსაკუთრებით ითხოვენ ამ პროგრამას სწორედ ახალ წელს ბავშვები. პროგრამას, რა თქმა უნდა, ზღაპარსაც ვეხებით, მაკნატუნას ისტორიას ვუყვებით, ასევე საბალეტო ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. მაკნატუნას ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან უბრალო ნივთთან თხილის სამტვრევთან იყო დაკავშირებული და შემდეგ აი 1872 წლიდან უკვე აი ასეთი სახე მიიღო, რომელიც ბევრს მართლა ძალიან გვიყვარს და ამშვენებს ჩვენს ნაძვის ხეებს. და ჩვენთან მობრძანებული ბავშვებიც მუყაოსგან მაკნატუნას მარიონეტს ამზადებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ვაჩვენებთ ხოლმე ამ ექსპონატს ჯერ დარბაზში, ვესაუბრებით და შემდეგ ისინი გადადიან ხელსაქმეზე. ლალუ, გიორგიმ ძალიან საინტერესოდ დაიწყო წარდგენა, რომ გუშინ აი ამ დარბაზში გაიხსნა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა ახალი და უახლესი ქართული მხატვრობა და საინტერესოა, როგორი იყო ახალი წელი და როგორია ახალი წელი ქართულ მხატვრობაში და ქართულ ფერწერაში და მართლაც ამ დარბაზში შემოსვლისთანავე აი ამ წინა საახალწლოდ ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც პირველ რიგში მომხვდა თვალში არის აი ეს, რომელიც ძველ თბილისში გვამოგზაურებს შესანიშნავად, ხო? როგორია ახალი წელი ქართულ ფერწერაში? ახალი წლის თემას პატარა კუთხე დავუთმეთ ჩვენ აი ამ გამოფენაზე. აქ არის ნინო ფერაძის ნამუშევარი. 2023 წელს ნინო ფერაძემ ჩვენთან საშობაო გამოფენა გააკეთა. ულამაზესი კოლექცია წარმოგვიდგინა და აი ეს ნამუშევარი სწორედ საგანგებოდ ჩვენი KP Tools-ში და ვთხოვ ჩვენს ოპერატორს, რომ გვაჩვენოს ეს ნამუშევარიც და ქვემოთ ახლა ვხედავდით ძველი თბილისი. კი ბატონო, ლეონა ნაკაშიძის ნამუშევარი, ძველი თბილისი. ქალბატონმა ლეონამ რამდენიმე წლის წინ მისი მეუღლის არქივი გადაცა მუზეუმს, ანზორ სალუქვაძის არქივი და მასთან ერთად თავისი არაჩვეულებრივი პეიზაჟიც გვაჩუქა. აქვე წარმოდგენილია ზურა გომელაურის ცისფერი პონი, რომელიც ასევე უხდება ახალ წელს და თან ცხენის წელს ველოდები. ცხენის წელია და ესეც დაემთხვა და აქვე მინდა გაჩვენოთ დავით სიხარულიძის არაჩვეულებრივი ნამუშევრები. სიხარულიძის ნამუშევრები, ეს არის
დიდი გამარჯვება, საერთაშორისო დიდი გამარჯვება. ფილმს ქვია ჭირი, რომელიც კანის საერთაშორისო 37 საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს პალმით დაჯილდოვდა და ფილმის მთავარი მხატვარი იყო სწორედ დავით სიხარულიძე და 3 ნამუშევარია წარმოდგენილი აი ამ ექსპოზიციაში ბატონი დავითის. ძალიან დიდი მადლობა ლალო, უთხრათ მაყურებელს, რომ 10 იანვრამდე შეუძლიათ რომ მობრძადნენ ხელოვნების სასახლეში და აი ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი გამოფენა დაათვალიერონ. აქ ნახავთ ლადო გუდიაშვილს, ელენე ახვლედიან, შალვა ქიქოძეს, მარინა ივანიშვილსაც და ნახეთ ცხენის თავი აქ წარმოდგენილი მარინა ივანიშვილის გამოფენას ხელოვნების სასახლე ცოტა ხნის წინ მასპინძლობდა და მადლობა თქვენ რომ ყოველთვის უთმობთ აი ამ სივრცეს ამ დარბაზებს მნიშვნელოვან ქართულ ხელოვანებს, ასე რომ 10 იანვრამდე ყველას გელოდებით ხელოვნების სასახლეში. მე დაგემშვიდობებით და გამოფენის დათვალიერებას გავაგრძელებ. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ასეთი პროფესიული და ნამდვილად სამუზეუმო წიაღსვლებისათვის. თან დაამთავრეთ ცხენით, არ დაგავიწყდეთ რომ ეს წელი არის ცეცხლოვანი ცხენის, ანუ მუსტანგის წელი და მარინა ივანიშვილის ცხენი, რომელიც არის გამოფენილი, აი რომ მოხვალთ, ნახავთ რომ აი ცნობილ პართენონის ცხენებს არაფრით არ ჩამორჩება. მე ვიტყოდი, ცოტა უკეთესიც კი არის ქართველი ავტორის მიერ შესრულებული ეს გენიალური შედევრი, ასე რომ ხელოვნების სასახლეში გელით, იქ გელით ნაძვისხეც, საახალწლო ტრადიციებიც და რა თქმა უნდა, უკვდავი ქართული შემოქმედება. როგორც ყოველთვის ამოუწურავი და დაუსრულებელი თავგადასავალი გველოდება ერთ შენობაში. ხო, რომელსაც მხოლოდ გვთავაზობს ხოლმე ხელოვნების სასახლე.